მზადდება 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ოპოზიციის გეგმა. ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს, ნაწილის აზრით კი ხელისუფლების შეცვლას ქუჩიდან შეძლებენ. როგორც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე 4 ოქტომბერს მშვიდობიანი რევოლუცია მოხდება. პარალელურად არ წყდება ურთიერთბრალდებები თუ ვინ არის წინასაარჩევნოდ ქართულ ოცნებასთან კომუნიკაციაში. მაგალითად, სალომე სამადაშვილის განმარტებით, ყველა ვინც არჩევნებზე არ მივა, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს. პარალელურად კეთდება განცხადებები, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლება დაცვის პოლიციის თანამშრომლობის გამოყვანაზეც კი მსჯელობს, როგორც ანა წითლიძე აცხადებს, აღნიშნული ხალხის დიდი რაოდენობის გამოსვლას უკავშირდება. განცხადებებს და ურთიერთბრალდებებს მმართველ გუნდში შიდა გადალაგებას უწოდებენ და ნებისმიერ მიმართულებით ოპონენტების მარცხზე მიუთითებენ. სალომე სამადაშვილი და ვისნაირი პოლიტიკოსები სინამდვილეში არიან მაშველი რგოლი ბიძინა ივანიშვილის ბოლო წლების მანძილზე, ეს ყველამ კარგად იცის. ასეთი პარკეტის პოლიტიკოსები ვერასოდეს ვერ დაამარცხებენ ავტორიტარულ რეჟიმს და ამიტომაც აქვთ ბრაზი იმ ხალხის მიმართ, ვინც რეალურად ებრძვის ავტორიტარიზმს. 4 ოქტომბერი არის უმნიშვნელოვანესი, ოღონდ ქუჩის აქციის საპროტესტო გამოსვლების კუთხით. ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვერწმუნებინა ლელო იმაში, რომ დიახ არჩევნების გზა არის სწორედ ის გზა, რომელიც არის რეალური ბრძოლა ოცნების რეჟიმთან, ამომრჩევლის მარტო დატოვება პირისპირ ოცნებასთან, ეს არის დანაშაული და ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღესდღეობით საუბრობენ რაღაც მშვიდობიან დამხობებზე და ტყუილ მოლოდინებს უქმნიან ჩვენს მოსახლეობას, ეს პოლიტიკოსები არიან დღესდღეობით უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიქნებით აი ამ დაანონსებულ ღონისძიებაში და რადიკალური სცენარის ანონსში არ ვიქნებით წარმოდგენილები. სხვადასხვა თარიღები გაჟღერებულა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ხედავდით, რომ სახელმწიფო თავის ორ ფეხზე მყარად დგას და არავის არ აქვს შესაძლებლობა რევოლუციებით, ამბოხებებით, დამხობებით მოიყვანოს ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა. დავალება არის, რომ ლელოელი ნაცები და გახარიელი ნაცები გაიმიჯნონ ძველ ნაცებს და ახალ ნაცებს, შექმნან ახალი ისტორია და ამიტი როგორმე სცადონ, რომ შემდგომში გქონდეთ რაიმე ელექტრონული მხარდაჭერა. ამოცანა და გეგმა და მიზანი ორივე მხარისთვის ერთი და იგივეა, ასე რომ ეს პოლემიკა ერთმანეთში არის და გადაძახილი ერთმანეთში ვინ უფრო ძლიერია იმ ნეგატიური რესურსით, მასობრივ რაღაც შეკრებას არავინ ელოდება, მით უმეტეს ხაბეიშვილის დაძახილზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ აი ამ სიმცირის და თვითონ აი ამ ნეგატიური მუხტის არაპოპულარობის პირობებში იქნება მცდელობა, რომ ექსტრემიზმი იყოს მაქსიმალურად მაღალ დონეზე აყვანილი. ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა ნაცმოძრაობის და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია არის ის, რომ მათ სურთ რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს ლელომ და გახარიამ. ხო, სუბიექტური ინტერესები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველას ხავს ერთი პატრონი. 4 ოქტომბერი თლიანად არჩევნების შათვლით, აქციის შათვლით, ყველაფრის შათვლით ჩაივლის ძალიან მშვიდად. თუ ვინმე საუსტება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას. ეს არის ჩემი მოგრძალებული რჩევა, რომ ხელი არ წაუსდეთ.